Კლებს თუ არა დაქორწინება პირს პასუხისმგებლობისაგან ასეთ შემთხვევაში, რას ამბობს ამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. იურისტების განმარტება და ახალი დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში. საავადმყოფოდან შემატყობინა ექიმმა. დია და მასთან იყო მისული და იყო ფეხმძიმედ. იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს მეათე კლასელი მოსწავლის ორსულობის შესახებ საავადმყოფოდან აცნობეს. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციით 15 წლის გოგონას სქესობრივი კავშირი სკოლის მანდატურთან ჰქონდა. შოკი იყო, ეს ყველა ეს საქმე, უბრალოდ მეზობლები იყვნენ იქ დედა ატანდა მანგანით, მოყავდა სკოლაში. საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს 40 წლის მამაკაც პედაგოგებიც და მოსწავლეებიც დადებითად ახასიათებენ. საერთოდ ეს წარმოუდგენელი იყო, არანაირად არასოდეს ამ პიროვნებისთვის არაფერი არ შეგვინიშნავს ჩვენს. ეს არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. მომხდარის გამო უკვირთ სოფელშიც, სადაც არასრულწლოვანი გოგონა და ყოფილი მანდატური ცხოვრობენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით 16 წლის ასაკს მიუღწეվել პირთან სქესობრივი კავშირის გამო 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხო, დავიყვანო და დავქორწინებით. კი ბატონო, ბავშვია. ანუ გადაწყვეტილია რომ დაქორწინებას აპირებენ. კი, ბავშვი არის 4 თვის, 5 თვეში. ყოფილ მანდატურთან დაკავშირება ვერ ხერხდება, თუმცა საჯარო სკოლის დირექტორისთვის მისი პოზიცია ცნობილია. მე შევეკითხე მხოლოდ ერთი, რომ რას ფიქრობ, ქმნით თუ არა ოჯახს. თუ კი ომითხრა და თავისუფლდება თუ არა ბრალდებული პასუხისმგებლობისგან დაქორწინების შემთხვევაში. იურისტების პასუხი ამგვარია. პირების ერთობლივი ფაქტობრივი ქორწინება ან შემდგომი თანაცხოვრება ეს არ არის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები. აქედან გამომდინარე, თუ დადასტურდა ნამდვილად, რომ ასეთ სქესობრივ კავშირს ჰქონდა ადგილი, უკვე აქ საუბარი არის დანაშაულზე. ცოტა ხნის წინ აღნიშნული საჯარო სკოლის კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა დედა გახდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი სკოლაში სპეციალისტების მიწვევას და ნაადრევ ქორწინებაზე საჯარო ლექციების გამართვას გეგმავს. როგორ იღებენ პირს მანდატურად სკოლაში, შეიცვლება თუ არა არსებული წესი ამ ფაქტის შემდეგ, არიან თუ არა ბავშვები ზოგადად დაცულები სკოლაში და როგორ აფასებენ ბავშვთა უფლებადამცველები იმ გარემოებას, რომ საქართველოში შესაძლოა, როგორც ვნახეთ რეპორტაჟში, კიდევ ერთი ნაადრევი ქორწინება შედგეს, თანაც ამ წინაპირობებით. თამარ ილურიძეა კონტაქტზე, რომელიც დღეს აი ამ კითხვებზე პასუხებს ეძებდა. თამარ, გისმენთ. სამწუხარო ამბიდან, რომელზეც დღეს თითქმის ყველა საუბრობს, ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. ის ვინც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უნდა ქმნიდეს, თავად აღმოჩნდა დამნაშავე და ოჯახი, რომელიც შვილს სოციალურ სტატუსზე ზრუნავს და ამის გამო მას 15 წლის ასაკში ათხოვებს. ასე მოზარდი იმ გოგონების რიცხვში აღმოჩნდება, ვინც ოჯახის გადაწყვეტილებითა თუ საზოგადოების გავლენით ნაადრევად დაქორწინდა. ადრეულ ასაკში ქორწინება კი არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას. მით უმეტეს ეს უფლებები დაცულია კანონით, გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ოჯახი ჩამოთვლილი პრინციპებით არ მოქმედებს. ამ დროს ცხადია ბავშვთა უფლებები უკან იწევს. ქორწინებისთვის თუნდაც სიყვარული არასაკმარისი პირობა. ქორწინება ეს არის და ადამიანი მზად არის მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობები აქვს აღებული შემდგომ თანაცხოვრებას. მეორე მომენტია, ქორწინება ეს არის ცხოვრების რადიკალური ცვლილება, რაღაცა ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპიდან და ყველაფერს აქვს თავისი დრო. როცა ნაადრევი ქორწინება 16-15-17 წლის ის ადამიანი რაღაც გარკვეულ პერიოდს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობითი გამოცდილების მისაღებად, ტოვებს. ჭყალებში მხარდაჭერა იმისა, რომ მსხვერპლმა გააგრძელოს ცხოვრება მოძალადესთან, რატომ არის იმაზე უფრო უარესი ვიდრე თავად ჩადენილი დანაშაული ჩემი აზრით. ამიტომ პირველი ესე ვთქვათ, ადეკვატური პასუხი სამართალდამცავების მხრიდან, არანაირი ესე ვთქვათ, კომპრომისი იმაზე, რომ მშობლები ფიქრობენ ასე, იქნება ერთ-ერთი გამოსავალი და სამომავლო პრევენციის ღონისძიება, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია გამოჩნდა, ხო, რომ ასეთ ბრუტალურ დანაშაულშიც კი ადამიანები დგანან მოძალადის მხარეს. რაც არის კონკრეტული მინიშნება სახელმწიფოსთვის, რომ ამ ნაწილში უნდა გააქტიურდეს როგორც განმანათლებელი ერთის მხრივ საზოგადოებისა და მეორეს მხრივ ბავშვის დამცველი.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს აღებული იმაზე, თუ ვის და რა მომზადების პირს უშვებს სკოლაში სამუშაოდ. მანდატურის სამსახურში მუშაობის დასაწყებად საჭიროა რამდენიმე საბუთის, მათ შორის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა, რომლის იოლად მოპოვებაც ზედმეტი შემოწმებისა და ბიუროკრატიის გარეშეა შესაძლებელი. მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ თანამშრომლის მიღებამდე ის პოლიციის აკადემიაში შესაბამის ტრენინგს გადის და შემდეგ გამოცდებს აბარებს. ამჟამად 445 სკოლაში 1275 მანდატური მუშაობს. ამ სამსახურის არსებობის მანძილზე ეს ერთადერთი მძიმე შემთხვევაა, მოქმედებს მონიტორინგის სამსახურიც, თუმცა სპეციალისტების აზრით, მონიტორინგის მისცია დისციპლინურ შემოწმებას უნდა გაცდეს და მანდატურებთან ყოველდღიური უკავშირი უნდა შედგეს. მიღებისას ჩვენ აუცილებლად ვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობას, ნასამართლეობის ცნობას, ნარკოლოგიურ ცნობას, ან ბევრი ეტაპია გასავლელი მანდატურს. პლუს მაგას როგორც იცით, გადის მოსამზადებელ კურსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ძალიან ბევრი თემებია იქ გასავლელი, მათ შორის ფსიქოლოგიური, მათ შორის სამართლებრივი, ასე შემდეგ აქტების ცოდნა. მე ვფიქრობ, რომ სადა მანდატურის სამსახური არ უნდა იყოს ჩვეულებრივი რიგითი დასაქმების სამსახური, გაცილებით მეტი მოთხოვნა და გამოცდილება ურთიერთობების უნდა გქონდეს ამ ადამიანს, ვინც ამით კავდება. რაღაცა შესაძლებელია ან შერჩევაში, ან მიღებაში, ან გადამზადებაში. ჯანმრთელობის ცნობა ის რო წნევა კარგი აქვს და ასე ვთქვათ, მანამდე არაფერი არ გაუკეთებია, ეს არაფერს ნიშნავს. ზოგადად უნდა შემოწმდეს, რამდენად ადამიანი პასუხისგებლიანია, რამდენად ის ინფანტილური არ არის. ინფანტილური მე გულისხმობ, რომ მას თავის ქცევებზე გააზრებული პასუხისგებლობების აღება შეუძლია. დადგება თუ არა დღის წესრიგში კანონმდებლობის შეცვლა, გამკაცრდება თუ არა სამსახურში მიღების პირობები, ან შემოწმდება თუ არა რაიმე ფორმით ამჟამად მოქმედი მანდატურების სამუშაო ხარისხი, ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ იმერეთში მომხდარი ამ ფაქტის შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ განათლებაც და მოსწავლების უსაფრთხოებაც თანაბრად მნიშვნელოვანია. საზოგადოების ნაწილის გულგრილობამ კი შეიძლება ბიზგი მისცეს ბავშვთა უფლებების შეზღუდვას. მადლობთ თამარ, ჩვენ შევეცდებით გარკვეული საკითხები, რომელიც